მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, გთავაზობთ მოყვარულთა ლიგის რანგით გასამართ მატჩს. მეოთხე ტურის მატჩი დაიწყება რამდენიმე წუთში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქართული სპორტის კომაგების გუნდი და გუნდი არგო. რეპორტაჟს წაუწყევით მე ბექანოზაძე და ჩემი კოლეგა ლევან ღვანიძე, ხოლო კამერასთან იმუშავებს ოთო მულაძე. ახლა ლევანს ვთხოვ, რომ გაგვეცნოს გუნდების სასტარტო შემადგენლობები და შემდეგ ნელ-ნელა მივყეთ უკვე თამაშის მსვლელობასაც. მოგესალმებით მეგობრებო, გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობას კომაგები. პირველი ნომერი თორნიკე ფანქველაშვილი, ავთო ფიცხელაური, 13 თოკა ღვინიაშვილი, 4 თორნიკე გოგინაშვილი, 7 გიორგი მამუკაშვილი, 16 გიორგი ზარია, 33 ლაშა იოსებიძე, 5 ბექა ზაკალაშვილი, 80 რეზი ლაფაური, 9 ზურა სიხარულძე გუნდის კაპიტანი და 8 ნომრით ლევან ბერიძე. სათადარიგო შემადგენლობაში კომაგებს ყვანან 99 ნომრით ნიკა მასურაშვილი, 10 გიორგი ჩერქეზია, 6 თორღვა ქისტაური, 3 შალვა იოსებიძე, ოსიაშვილი უკაცრავად, დიმიტრი ჩუხვა იქნება 19 ნომრით და 21 ნომრით გიორგი სიხარულძე. რადგან მე-4 გურამ ზედელაშვილი, მე-6 გიგა ამაღლობელი, მე-7 გიორგი დოლიშვილი, მე-10 გიორგი ჩირგაძე, მე-13 ისააკ აბონუდი, მე-14 მიხეილ მუხნახია, აქტიურად თამაში გაუყოლა. ბერიძე შეუძლია ერთი მოძრაობით დარტყა, მაგრამ ძალიან არაზუსტად აქ შეეძრო ლევანს ალბათ მარცხენა. დაიწყო არგო მორიგი შეტევა, წინ პასი. გოგინაშვილმა შეცდა, მაგრამ ფანქველაშვილი თამაშობს ძალიან კარგად გამოსვლაზე. კარგი გადაცემაც გამოვიდა ბერიძე, შეუძლია მას გოლის გატანა, დარტყმა და რა შვება, რა გააკეთა ლევან ბერიძემ. აი ეს კი შეიძლება დაუძლია, მაგრამ არა, ცოტა წინ გაიგო ბურთი. ღვინიაშვილი შორეული და ღვინიაშვილმა შესანიშნავად და კუთხური. მეგობრებო, კი ბატონო, აი ესე უნდა ნახოთ ძალიან რეალური შანსი ახლა აქედან. პირდაპირ მოვედის ცენტრალურ ზონაში და დაახლოებით 25-26 მეტრია მეტოქის კარამდე. აბა ნახოთ ჩვენი კაპიტანის გამორბენი დარტყმა! საკარეთა დამატებაზე ღვინიაშვილი. ძალიან კარგი დარტყმული იყო ზურას ხარულიძე. ღვინიაშვილი. კარგი გადაცემა აქვს, ორი ადამიანი ბერიძეს და შეიძლება ასე უნდა გაუკეთოს აქ და ბერიძე უნდა გაიტანო. სამწუხაროდ მეკარე მაჯობა მაგბერიძეს. კიდევ ერთია. ლავფიცხელაური არა, ეს გადაცემა არ ვარგოდა, თუმცა კარგია ავთო. იოსებიძე ლაშა დაარტყა და თუმცა სამწუხაროდ არასწორად. შანსი გოლის გატანისა თითქმის იდენტური პოზიცია, რაც წინა შემთხვევაში ნახოთ ამჯერად როგორ დაარტყავს ახან ადირაძე და ზურა სიხარულიძე. ნახოთ რომელი აჯობებს ზურას გამორბენი დარტყმა, მაგრამ არა საკმაოდ არაზუსტი აღმოჩნდა ეს დამტებში თამაშობენ არგოს ფეხბურთელები. ღვინიაშვილია, რა თქმა უნდა, პირველი ბურთთან შორიდან დარტყმა ბერიძეა და კიდევ ერთი საფეხბურთო მომენტი აღმოჩნდა. აქ ღვინიაშვილი საჯარიმოს აწოდება მახლობლად. მამუკაშვილი 10 და ბურთი კაც. კიდევ კალაშვილის ცდილობს. ძელი გადაცემა და ღვინიაშვილი თამაშობს კარგად, თუმცა არა დარჩა გუში და აი ეს იყო ძალიან საფეხბურთო მომენტი. მიხეილ მუხიაშვილი აქტიურობდა. ზარია შეუძლია ლაფაურზე პასის გაკეთება, არა შევიდა ცენტრში, კარგად გასცა ერთ ფეხბურთელს. ახლა შეუძლია, კარგია ლაფაური, 1-1-ია დარტყმა შეიძლება. 1-0. რეზი ლაფაური ძალიან კარგი გადაცემა გააკეთა გიორგი ზარიამ და რეზი ლაფაორმაც შვიდა დაუღელვებლად დააგვირგვინა შეტევა. ლოგიკური დასასრული დასრულდა. რასაც ვიძახოდი ძალიან პირველი ტაიმი ლევან, მოდი ვთქვათ. უტოვა იქ ფიცხელაურს ჩააწოდა ლაფაური დარტყმა. მანაც აი ესეთი მომენტები 100%-იანი მომენტი იყო. კარგი დარტყმა მონდომებით ემზადებიან.
100 გაკეთა ბრწყინვალე მარჯვენა ფლანგზე ჩაწო დარტყმა და ძელი მეგობრებო აქ კარგად დაარტყა აი მარჯვენა აქ პენალს 11 მეტრი არის 11 მეტრი აქ რაშა იოსებიძემ დაარღვია თამაშის წესები აი სულ არაფერს ვერ მარჯვენა შექმნეს ფლანგიდან და შემდეგ პირველ რიგში პენალს დაველოდოთ ახლა 11 მეტრიანი გამორბენ დარტყმა და აცილა გურამ ზედელაშვილმა 11 მეტრიანი ჩერქეზია შემოვიდა პენალტის მომენტში და შესაბამისად ხდება მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. არ შეიძლება ემოციების ესე დახარჯვა მოედანზე, განსაკუთრებით როდესაც გუნდი იგებს კიევი მესმის დაინიშნა პენალტი. გამუკაშვილის დარტყმას მივადევნო თვალყური. აქ ღვინიაშვილი! არის! 2-0! თორნიკა ღვინიაშვილი! თამაშის წინ შეპირდა კიდეც მეტოქეს და ჩვენს გულშემატკივარს რომ აუცილებლად გაიტანა დრევანდელ შეხვედრაში გოლს და ღვინიაშვილი აღმოჩნდა სიტყვის კაცი 2-0. თორნიკა ღვინიაშვილი მეგობრებო გიორგი ზარიას ნაცვლად. პირველ ტაიმში გიორგი ზარიამაც და ზურას სიხარულიძემაც ფრად სასიამოვნო და შესაძლებელი მომენტი ვერ შესთავაზეს. ძელი გადაცემა აქ შეცდა ფიცხელაური შეცდა ფანქველაშვილიც და არ შეიძლება მოტრიალება მამუკა საფათო მდგომარეობა არის დარტყმა და კაც და ბურთი ცირე ნახოთ საბოლოო ჩერქეზია გზელი გადაცემა კავთარაძეა ძალიან კარგი ვერ მიიღო თუმცა მაინც დაიძრა წინ აიღო კავთარაძე ეხმარება გასიზავს დარტყმა სამი გოლი დიმიტრი კავთარაძე ძალიან ლამაზი გოლი იყო ძალიან ლამაზი სიმართლე გითხრა დაკენან ყინვალე მოქმედებელი იყო აქედან დარტყმა ლევან თუმცა ძალიან კარგად ერთი ამბულად კარგი მატჩი აქვს. ჩერქეზიას ჩაწოდება აქ და აქ ბეკარეს ზეფარებო. საკალაშვილია ერთ-ერთზე პას გააკეთებს. ქათარაძე შეიძლება დაარტყას. და ბეკარე თამაშობს. აქ ზაკალარულიძე ნახოთ უნდა მიუსწროს და ეწევა შევა ალბათ საჯარიმოში. უნდა ირბინოს სწრაფად. ასი გააკეთა მასურაშვილი დავგოროს უნდა ბურთი ჩერქეზიას დაარტყა მასურაშვილმა მაგრამ შეეძლო აქ მაგრამ გოგინაშვილი გადაიღობა ბრწყინვალედ საკალაშვილი თამაშობდა თუ არსებით 11 მეტრიანი დანიშნა აქ ფულებით ძალიან უყურადღებული თამაშია იქ ნახოთ ახლა ეს მომენტი დარტყმა და შვიდა დაუყენებლად შვიდა დოლიშვილმა თვითი ლამაზი 11 მეტრი კი ბატონო კარგი დარტყმული ძალიან ლამაზი გოგინაშვილი უნდა გოგინაშვილი შეუცდომელია წაიღო თავად ბურთი ქავთარაძე უნდა მოტრიალდეს მარცხნივ სიხარულიძეც ეხსნება ჩერქეზია ერთ-ერთზე მეკარესთან და 4-1 არის დაამთავრა გიორგი ჩერქეზიას ყველაფერი კარგი გადაცემა გაუკეთა აქ დიმიტრი ქავთარაძემ
და იქ თავიდან გოგინაშვილმა წამოიღო კარგად ბურთი. ოსიაშვილმა ჩაურბინა შეიძლება მასზე გადაცემის გაკეთება, თუმცა სიხარულიძე შევიდა ცენტრში. კარგად გაითამაშა, კარგად გაუყოლა, ნახოთ, შეიძლება რა. გაუტოვა. ჩერქეზია კიდევ ერთი დარტყმა და მეკარი. სიხარულიძე მარცხნი ქავთარაძე უნდა დაარტყას, დარტყმა! ქავთარაძე! ძალიან ლამაზი. დიმიტრი ქავთარაძე, 5-1. მეკარისაგან მარჯვენა მაღალ კუთხეში აუღებელი დაურყა დიმიტრი ქავთარაძე მეკარეს. აგერგვარად ორიგინალური აღნიშნა ანგლისელებიც დარტყმა კარგი დარტყმული, თუმცა ფანქველაშვილი შვიდა და აუღელვება. ქავთარაძე კიდევ ერთი უნდა გაიტანოს სტარტი და მეკარემ მოიგერია. ეს გოლი ნამდვილად უნდა გაეტანა დიმიტრი ქავთარაძეიანი შემდეგ. კარგი გადაცემა, გაითამაშა ორსვლიანი კომბინაცია წერედიანმა, ღვინიაშვილი დარჩა და აი აქ ორ პოზიციაზეა. ღვინიაშვილი შეუძლია მას რა თქმა უნდა თამაში და 6-1. დუბლი მიითვალა დღევანდელ შეხვედრაში. ეს იყო საკმაოდ კარგი კომბინაცია. თვარცები პაატა წერედიანმა მიცა თორნიკე ღვინიაშვილის გადაცემა. სიხარულიძეზე კარგი გადაცემა, შეიძლება კიდევ ერთი პასი. კარგია, ქავთარაძე დაარტყა და მეკარე თამაშობს ძალიან კარგად. ნახა ისინი, აი ახლა უკვე შეერთდნენ. ჩაწოდება, ბილი ჩაწოდება. აქ თამაშგარე არის. ან თვითონაც დაარტყა. თვითონაც დაარტყა. სივრცე ქონდა. თუმცა აქ დასრულდა შეხვედრა, დაასრულა საჯმა. დასრულდა თამაში, რას ვიტყვით, კომაგემა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. საკმაოდ მარტივი გამარჯვება მე ვიტყოდი. მიულოცოთ მათ დღევანდელ შეხვედრაში წარმატების მიღწევა, ორიგის 3 ქულა. არგოს წარმატებები უსურვოთ შემდეგ შეხვედრებში. ჩვენ გუნდსაც წარმატებები რა თქმა უნდა, მიულოცოთ ჩვენ ბიჭებს. ორი გოლი გაიტანა თორნიკე ღვინიაშვილმა, ერთი გაიტანა გიორგი ჩერქეზიამ, რეზი ლაფაურმა და ორი გოლი გაიტანა დიმიტრი ქავთარაძემ. 6-1 საბოლოოდ ჩვენც დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. რეპორტაჟს უძღვებოდნენ ლევან ღვანიძე და ბექანოზაძე, ხოლო კამერასთან მუშაობდა ოთო მულაძე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.